წუთებში გიამბობთ. ბათუმი კი მე-15 საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალს ღამის სერენადებს მასპინძლობს. წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები, ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსები. ამ წუთებში ბათუმის დრამატულ თეატრში გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს, რომელსაც ჩვენი ჯგუფი გადამღები ჯგუფი აშუქებს. უფრო დეტალურად საიუბილეო კონცერტზე ჩვენი რეპორტიორი სოფო მაკარაძე მოგვიყვება. სოფო, გისმენთ. დიახ, სულხან, დღეს საღამოს ბათუმელებს აქ ჩამოსუსტუმრებს ნამდვილი ზეიმი ელოდებათ, მუსიკალური ზეიმი, ასე ვიტყოდი. როგორც გასულ წლებში წელსაც მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები წარსდგებიან მაყურებლების წინაშე. წელს არის მე-15 საიუბილეო ფესტივალი, განსაკუთრებული თარიღია, ასე ვთქვათ. ამ წუთებში მიმდინარეობს სამზადისი რეპეტიცია, თუმცა რა იქნება საღამოს ამასთან დაკავშირებით უფრო კონკრეტულად ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი მუსიკოსი გიორგი ისაკაძე გვეტყვის. ბატონ გიორგი, რომ გვითხრათ, რა ელოდება თუ ეს ერთგულ მსმენელს ჩამოსუსტუმრებს, რითია განსაკუთრებული წელს ფესტივალი და საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ხომერ ველოდოთ განსაკუთრებულ მოწვეულ სტუმრებს? რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის შევადგინე ძალიან დიდარი პროგრამა. როგორც უკვე მოახსენეთ, ეს მე-15 საიუბილეო ფესტივალია. რაოდენ დიდია ჩვენი სიხარული, რომ სწორედ ამას შეუსაბამედ დაბრუნება ბორჯომში. მოგეხსენებათ მრავალი წლის წინ, აი იმ ტრაგიკული მოვლენების შემდეგ და აჭარი ბიჭვინთის დაკარგვის შემდეგ ფესტივალმა გადაინაცვლა ბორჯომში ახალი დასახელებით ხელოვნების ზეიმი. ხოლო წელს გახსნითი კონცერტი ფესტივალის შესდგა სწორედ ბორჯომში. კონცერტმა ანშლაგი ჩაიარა და დიდი წარმატებით ეს ჩვენთვის არის დიდი სიხარული. წელს ფესტივალი ამ ბათუმის კონცერტზე რა დავა კონკრეტოდ საღამოს რა იქნება, რასაც კეთილი. საღამოს გველის უაღრესად საინტერესო პროგრამა. ვირტუოზული ვოკალური საოპერო არიები, შესანიშნავი ვოკალისტები, მომღერლები, იტალიელი რიკარდო მარინელო, გერმანელი სოპრანო ქალბატონი აილიკა ვუნში, აგრეთვე ჩვენი შესანიშნავი პიანისტი კატალიჩელი და მევიოლინე ჰაიჰეიონ პარკი შეასრულებენ ამ პროგრამას. ძალიან გვიხარია გადმონაცვლება ბათუმში, როგორც ყოველთვის შეხვედრა ბათუმის ამდენ თბილ და მართლაც რომ ძალიან კომპეტენტურ და ყურადღებიან მსმენელთან და ვიმედოვნებთ, რომ სიამოვნებას მიიღებს პუბლიკა ამ ჩვენი პროგრამით. დიდი მადლობა. უფრო მეც ჩვენი მაყურებელი ხილავს საღამოს ბათუმის დრამატულ თეატრში. ახლა კი შეგვიძლია გადავიდეთ ორკესტრ საქართველოს ვირტუოზობის პირველ ვიოლინო ლელა მჭედლიძესთან. ქალბატონო ლელა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. რომ გვითხრათ პროგრამის შესახებ, ვიცით რომ ვრცელი პროგრამაა, რა არის განსაკუთრებულად საინტერესო და აღსანიშნავი მოგვიყვეთ. როგორც ბატონმა გიორგიმ ახსენა, წელს არის საიუბილეო და შესაბამისად პროგრამაც არის ძალიან მდიდარი, საინტერესო, მრავალფეროვანი. ამისთვის განსაკუთრებულად ემზადება და მოემზადა ფესტივალი და თქვენ ხედავთ, რომ ეხაც მიდის მზადება. დღევანდელი საღამოსთვის უკვე გავიარეთ გენერალური რეპეტიცია და ეხლა უკვე წინსწრებით მიდის ხვალინდელი კონცერტისთვის, ასე რომ ორ-ორი გაერთიანებული ძალებით ორ-ორ რეპეტიციას ვატარებთ ყოველ დღე, იმიტომ რომ გვიწევს დროის სიმცირის გამო ინტენსიური მუშაობა. ჩვენ განსაკუთრებით გვახარებს ყოველთვის ბათუმში გამართული კონცერტები და აი ამ დარბაზში პირადად ჩემთვის ეს არის უსაყვარლესი დარბაზი, იმიტომ რომ აკუსტიკურად ეს არის ძალიან მდიდარი და ესეთი გემრიელი, ჩვენ ესე ვეძახით ხოლმე მუსიკოსები, დარბაზი და ძალიან მოწონთ ჩვენს მომღერლებს, რომლებიც ძალიან ცნობილი მომღერლები არიან, მათ მოწონთ აკუსტიკურად ეს დარბაზი ძალიან და ისინი დაგვეთანხმდნენ ამაში. მე უნდა მოგახსენოთ, რომ დღეს ძალიან საინტერესო პროგრამა გველოდება და ბათუმის მსმენელი ძალიან ისიამოვნებს, არა მარტო ბათუმის, რა თქმა უნდა, ამ ქალაქში უკვე ძალიან ბევრი სტუმარი ყავს და შესაბამისად მე იმედი მაქვს, რომ ძალიან კმაყოფილები იქნებიან დღევანდელი პროგრამით, რომელიც კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, არის ძალიან მრავალფეროვანი, გამორჩეული, პოპულარული და ძალიან სასიამოვნო მელოდიებით, საოპერო არიებით და სავიოლინო მუსიკით დატვირთული. ასე რომ მოგძანდით, ისიამოვნეთ და ჩვენც შევეცდებით, რომ მაქსიმალური სიამოვნება და ბედნიერება მივანიჭოთ მსმენელებს.
დიდი მადლობა. მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ 2 დღის განმავლობაში ექნებათ საშუალება დაესწრონ აღნიშნულ საერთაშორისო ფესტივალს. ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება დღეს საღამოს, ასევე ხვალ საღამოს და გეტყვით, რომ აჭარის ტელევიზიის მაყურებელს საშუალება ექნება პირდაპირ ეთერში ადევნონ თვალყური ღამის სერენადებს, მათ ვინც ვერ მოახერხებს ადგილზე მოსვლას. აქვე გეტყვით, რომ ეს ამით არ ვრთავდება ღამის სერენადები, საბოლოო კონცერტები გაიმართება თბილისში და საერთო ჯამში ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობს ფესტივალი, რომელიც კონცერტების გარდა მოიცავს ასევე მასტერკლასებს ჩამოსული მოწვეული სტუმრებისგან. მადლობა სოფო მაკარაძე იყო. ასეთი გახლდათ